2021 წლის მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში პირველი ვარიანტი ამოცანა ნომერი 35. ნახალზე გამოსახულ სქემაში დენის წყაროს ელექტრომამოძრავებელი ძალა ეფსილონი. წყაროს შიგა წინაღობა r უდრის 0.5 r-ს და გვეკითხებიან განსაზღვროთ პირველ შემთხვევაში რისი ტოლი არის გარეწრედის წინაღობა. ხო, სანამ უშუალოდ ამოცანის გაკეთებაზე გადავიდოდეთ, მოდით შემოვიდოდეთ შემდეგი აღნიშვნები, ეს იყოს a წერტილი, ეს იყოს b წერტილი, ეს იყოს c წერტილი და ეს იყოს d წერტილი. ხო, პირველ რიგში მოდით ვიპოვოთ R1 და R2 პარალელური უბნების წინაღობები. ეხლა რადგანაც R1 და R2 მომხმარებლები პარალელურად არიან შეერთებული, ამიტომ ამ მომხმარებლების შებრუნებული სიდიდეების ჯამი ტოლი იქნება AB უბანზე სრული წინაღობის შებრუნებულის, ანუ სხვა სიტყვებით რო ვთქვა, ერთის თუ შევაფარდებთ. სრულ წინაღობასთან AB უბანზე, რომელსაც მოდით R' დავარქვათ, ეს ტოლი იქნება პირველი მომხმარებლის შებრუნებული სიდიდე, ერთ შეფარდებული R-ს დამატებული მეორე მომხმარებლის შებრუნებული სიდიდე R2-თან. ეს ტოლი იქნება R1 ნახაზიდან ხედავთ, რომ არის 6-ერი. ამას დაემატება R2 არის 3-ერი, ერთი შეფარდებული R2-თან, ანუ სხვა სიტყვებით 3-თან. ეს ტოლი იქნება თუ გავაერთმნიშვნელიანებთ, საერთო მნიშვნელია იქნება 6-ერი, ზემოთ გვექნება R + 2. აქედან მივიღებთ, რომ ეს ტოლია 3 შეფარდებული 6-ერთან. 6 და 3 გვეცება და ტოლი გამოგდის ეს 1 შეფარდებული 2-ერთან. ანუ საბოლოოდ აქედან გამოგდის, რომ 1 შეფარდებული AB უბანზე არსებული სრულწინაღობასთან ტოლი არის 1 შეფარდებული 2-ერთან. აქედან კი AB უბნის სრულწინაღობისთვის R' ტოლი გამოგდის 2-ერის. ეს რაც შეეხებოდა AB უბანს. ეხლა გადავიდეთ CD უბანზე. CD უბანზე შეგვიძლია ანალოგიურად მოვიქცეთ 1 შეფარდებული R2'-თან, R2' დავარქვათ, მოდით CD უბანზე არსებულ სრულწინაღობას. ეს ტოლი იქნება 1 შეფარდებული R3-თან, დამატებული 1 შეფარდებული R4-თან. ახლა R3 და R4 ერთმანეთის ტოლი არის და R-ის ტოლია, ამიტომ R3-ის და R4-ის მაგალითად უბრალოდ R-ები ჩავსვათ, მოდით 1 შეფარდებული 1-თან, დამატებული 1 შეფარდებული 1-თან. ეს ტოლი იქნება 2 შეფარდებული 1-თან, საიდანაც 1 შეფარდებული R2' ტოლი გამოგდის 2 შეფარდებული 1-თან, აქედან კი AB უბანზე არსებული სრული წინაღობა R2' ტოლია R9-ის. ანუ სხვა სიტყვებით ეს ტოლია 0.5 R-ის. ახლა რაც შეეხება გარეწინაღობას, გარეწინაღობა ტოლი იქნება უკვე რადგანაც ამ შემთხვევაში მომხმარებლები მიმდევრობით გამოგდის R-გარე მიმდევრობით გამოგდის შეერთებული R'-ს AB უბანზე არსებულ წინაღობას, სრულ წინაღობას დაემატება CD უბანზე არსებული სრული წინაღობა R2' და R5 დამატებული R5. R' ნახოთ, რამდენი მივიღებთ? R' ეგრე მივიღეთ 2-ერი, ჩავსვათ. ამას დაემატება R2' ნახოთ, R2' არის 0.5-ერი. და R5 კიდე ნახაზიდან ხედავთ, რომ ტოლი არის 2-ერის. ამიტომ შეგვიძლია დავწეროთ, რომ ამას დამატებული 2-ერი. 2-ერს დამატებული 2-ერი არის 4-ერი, 4-ერს თუ დავამატეთ 0.5-ერს, მივიღებთ 0.5-ერს. ანუ პირველ შეგვიძლია დავწეროთ პასუხი, რომ R გარეწრედის წინაღობა ტოლი ყოფილა 4.5-ერის. კარგით, მოდით ახლა გადავიდეთ მეორეზე. მეორეში უკვე ჩვენ გვეკითხებიან ძაბვა მეხუთე რეზისტორზე. ეხლა მეორეში თუ გავითვალისწინებთ ჩვენ ომის კანონს, ოღონდ სრული წერედისათვის, როგორც ვიცით, სრული წერედისათვის ომის კანონი მოიცემა შემდეგი სახით: I სრული უდრის ელექტრომამოძრავებელი ძალის ფარდობა გარეწრედის წინაღობისა და შიგაწრედის წინაღობის ჯამთან. ეს ტოლი იქნება ეფსილონის შეფარდებული R-გარე ნაპოვნი გვაქვს, რომელიც 4.5 R-ის ტოლია, ანუ გაყოფილი 4.5 R-თან, დამატებული R შიგასთან, რომელიც პირობით მოცემული გვაქვს, რომ ტოლი არის 0.5 R-ის. ეს კი ტოლი იქნება ეფსილონის შეფარდებული 4.5 R-ს დამატებული 0.5 R ტოლია 5 R-ის. ანუ სრული წინაღობა, სრული დენი, წრეში გამავალი, ტოლი ყოფილა ეფსილონის შეფარდებული 5 R-თან. ახლა კი უკვე თუ ძაბისთვის, I5-ისთვის, უკვე თუ გავითვალისწინებთ ომის კანონს, ოღონდ წრედის უბნისთვის, გვექნება U5-ისთვის ეს ტოლი იქნება R', უბრალოდ R5 უკაცრავად R5 რა თქმა უნდა, იმიტომ რომ R5 მეხუთე რეზისტორზე გვეკითხებიან ძაბვას, R5 გამრავლებული დენის სრულ დენზე, ეს გამრავლებული სრულ დენზე, I სრულზე, ეს კი ტოლი იქნება R5 არის 2-ერის გამრავლი ეფსილონის შეფარდებული 5R-თან. R-ები შეგვეკვეცება და აქედან I5 ტოლი გამოგდის 2 ეფსილონის შეფარდებული 5-თან. ანუ მეორეში პასუხი დავწეროთ. ძაბვა მეხუთე რეზისტორზე ტოლი ყოფილა 2 ეფსილონის ფარდობისა 5-თან. ახლა გადავიდეთ მესამეზე. მესამეში ჩვენ გვეკითხებიან, რომ განსაზღვროთ მეორე და მეოთხე რეზისტორებში დენის ძალების I2 და I4 შეფარდება.
ხო, სანამ უშუალოდ i2-ის და i4-ის შეფარდების განსაზღვრაზე გადავიდოდეთ, მოდით ჩვენ ვიპოვოთ რა ძაბებია მოდებული თითოეული პარალელური უბნის ბოლოებზე. ანუ, აი აქ რა ძაბოა მოდებული, AB წერტილებზე რა ძაბო გვექნება მოდებული, ესე იგი, მესამე, უპრიმი, უპრიმი ტოლი იქნება, აქაც გამოვიყენოთ ომის კანონი, უპრიმი ტოლი იქნება R', R'-ის ნამრავლი ისრულზე, ისრულზე. ეს ტოლი იქნება R' ნაპოვნი გვაქვს, ორი ერის ტოლია. ეს გამრავლებული ისრულის ნაპოვნი გვაქვს, ეფსილონი შეფარდებული 5 ერის ტოლია. ანუ ეს მივიღებთ, რომ უპრიმი ტოლი არის ერების შეგვეცოთ 2 ეფსილონ მეხუთედი. ანალოგიურად CD-უბანზე CD-უბანზე გავსაზღვროთ ახლა ჩვენ ძაბვა, CD-უბნისთვის გვექნება U2' უდრის R2' გამრავლებული ახაც ისრულზე. ეს ტოლი იქნება R2' ნახოთ რამდენი მივიღეთ, ეს 0.5 მივიღეთ, ესე იგი 0.5 ერი და გავამრავლოთ ისრული გვაქვს ეფსილონი შეფარდებული 5-თან. ერების შეგვეკვეცება და ეს ტოლი იქნება 0.5 ეფსილონის ფარდობისა 5-თან. კარგით. ახლა რის ტოლი იქნება i2? აი აქედან. ხა i2 i2 ტოლი იქნება ხა i2-ისთვის ჩვენ გვექნება u პრიმი შეფარდებული error-თან. ეს ტოლია უპრიმი მივიღეთ 2 ეფსილონ მეხუთედი გაყოფილი ერორზე. ერორი რამდენია ვნახოთ? 3 ერის ტოლია, ანუ გამრავლებული 1 შეფარდებული 3-თან. ეს მივიღებთ რამდენს? ეს ტოლი იქნება 2 ეფსილონის ფარდობა 15-1-თან. ანალოგიურად i4-ისთვის მივიღებთ, რომ ეს ტოლი არის i2' შეფარდებული r4-თან. i2' რამდენი მივიღეთ? 0.5 ეფსილონი შეფარდებული 5-თან. გაყოფილი R4-ზე, R4 არის ერი, ანუ გამრავლებული 1 შეფარდებული 1-თან. ეს კი ტოლია 0.5 ეფსილონის ფარდობისა 5-თან. i2 ვიპოვეთ, i4 ვიპოვეთ და ვეკითხებიან ამათ შეფარდებას. ხო, მოდით შევაფარდოთ, აბა რა გამოგვივა. i2-ს თუ შევაფარდებთ i4-თან, ეს ტოლი იქნება i2 მივიღეთ, აგერ მივიღეთ რამდენი? 2 ეფსილონი 15-თან, უნდა გავყოთ i4-თან. i4, ანუ გავამრავლოთ 5 ერის შეფარდებული 2.5 ეფსილონთან, 2.5 ეფსილონი. ერების შეგვეკვეცა, ეფსილონების შეგვეკვეცა, 5 და 15 შეგვეკვეცა, აქ დაგვრჩა 3. ეს კი ტოლი იქნება 2 შეფარდებული 3-ჯერ 0.5 არის 1.5, ეს ტოლი იქნება 20. მეშვიდე სასწრაფო თუ 10-ზე გავამრავლებთ 20 შეფარდებული 15-თან, ეს კი იქნება 4 მესამედის 5-ზე შეკვეცის შემდეგ მივიღებთ 4 მესამედს. ამ მესამეში დავწეროთ i2-ის შეფარდება i4-თან, თურმე ტოლი ყოფილა 4 მესამედის. ახლა გადავიდეთ მოდით მეოთხეზე. მეოთხეში ჩვენ გვეკითხებიან პირველ და მესამე რეზისტორებში სიმძლავრეების P1-ის და P3-ის შეფარდებას. ხო, რაც შეეხება სიმძლავრეებს, მეოთხესთვის მოდი გავსაზღვრო ჯერ P1 რეზისტორი იქნება P1. P1 პირველ რეზისტორზე სიმძლავრე ეს ტოლი იქნება u პრიმის კვადრატი შეფარდებული ძაბვის კვადრატი შეფარდებული r1-თან. ეს ტოლია უპრიმი ვნახოთ რამდენი მივიღეთ, უპრიმი გვაქვს აი აქ მიღებული. ესე იგი 2 ეფსილონი შეფარდებული 5-თან, უნდა გავყოთ r1-ს. r1 რამდენი 6 არის, ანუ გავამრავლოთ 1 შეფარდებული 6-თან. ესენი შეგვეკვეცა, აქ დაგვრჩა 3, ესე იგი ეს მივიღეთ ეფსილონი შეფარდებული 15-თან, ხო? 15 ერი. ეხლა ვნახოთ p2 რის ტოლია. p2 უკვე ტოლი იქნება მეორე რეზისტორზე, ხო? არა, მესამე რეზისტორი გვაინტერესებს. მესამე რეზისტორი არის CD-უბანზე. CD-უბანზე ძაბვა მივიღეთ 2 პრიმი. 2 პრიმის კვადრატი უნდა შევაფარდოთ R3-თან. აქ უბრალოდ ვიყენებთ სიმძლავრის ფორმულას, მეტი არაფერი. ეს ტოლი იქნება 2 პრიმი ვნახოთ რამდენი, აი 2 პრიმი ეგრე გვაქვს. ესე იგი, აუღოთ აქ ერთი მომენტი არის, უკაცრავად u პრიმის კვადრატი გვინდოდა, როგორც ვთქვათ, აქ შეცდომად დავუშვით, არა უშავს, u პრიმის კვადრატი გვინდა. ანუ u პრიმი აქ იყო 2 ეფსილონ მეხუთედი, ანუ ამის კვადრატს თუ ავიღებთ ჩვენ ახლა რა გვექნება? 2 ეფსილონის კვადრატი იქნება 4 ეფსილონ კვადრატი შეფარდებული 5-თან, 5-ის კვადრატთან, ანუ 25-თან და ეს გამრავლდებოდა 1 შეფარდებული 6-თან. ანუ აქ ტოლი გამოგვდის ეს 4 ეფსილონ კვადრატი შეფარდებული მოდით შევკვეცოთ ესა, გავიმარტივოთ ცოტა საქმე.
2 3-თან, ეფსილონ კვადრატის 2 ეფსილონ კვადრატის ფარდობა 75-თან. შეცდომა დავეპარა, მაგრამ არ უშავს გამოვასწორეთ. i2 პრიმის კვადრატი გვაინტერესებს. i2 პრიმის კვადრატი აღარ გვაქვს. ესე იგი, 2 პრიმს თუ კვადრატში ავიყვანთ, 0.5 ეფსილონის კვადრატი იქნება 0.25 ეფსილონ კვადრატი შეფარდებული 25-თან. ეს უნდა გაიყოს R3-ზე, ანუ გამრავლდეს R3 არის R, ერთ შეფარდებული R-თან. ეს კიდე იქნება 0.25 ეფსილონ 0.25 ეფსილონ კვადრატის შეფარდება 25-თან, 25 1-თან და გვაინტერესებს ახლა უბრალოდ ამათი შეფარდება. P3, ეს არის P3, ხო? P1-ის შეფარდება P3-თან, ეს ტოლი იქნება P1 მივიღეთ 2 ეფსილონ კვადრატი შეფარდებული 75-თან. ეს უნდა გაიყოს ამ სიდიდეზე, ანუ გამრავლდეს 20 აგერი, ერი გვინდა, ანუ უნდა გამრავლდეს 25 ერი შეფარდებული 0.25 ეფსილონ კვადრატთან. ერები შეგვეკვეცება, ეფსილონ კვადრატებით შეგვეკვეცება, კიდევ 25 და 75 შეგვეკვეცება, აქ დაგვრჩება 1, აქ დაგვრჩება 3, შესაბამისად რას მივიღებთ, ეს ტოლი იქნება 2 შეფარდებული 2 შეფარდებული 3-ჯერ 0.25 იქნება 0.75, ხო? 0.75. მოდი ეს ცოტა გავამარტივოთ. მოდით რიცხვის და მნიშვნელის გავამრავლოთ 100-ზე, იქნება 200-ის ფარდობა 75-თან. ეს კი ტოლია, ამას თუ ჩვენ 25-ზე შევკვეცავთ, ზემოთ დაგვრჩება 8 მე-13. ანუ მეოთხეში სიმძლავრეების ფარდობა პირველ და მესამე რეზისტორებში გამოგვივიდა ტოლი 8 მე-13-ის. ახლა გადავიდეთ მეხუთე შემთხვევაზე, ადგილი როგორც ვთქვათ, აღარა გვაქვს, მაგრამ არა უშავს, ცოტა ჩამოვწევ. მეხუთეში გვაინტერესებს ტედროში დენის წყაროს დახარჯული ენერგია. ხო, ენერგიისთვის თუ გამოვიყენებთ შემდეგ ფორმულას, ენერგია ტოლია ეფსილონი გამოვლებული i სრულზე და იმ დროზე რა დროშიც დენის წყარომ ეს ენერგია დახარჯა, ეს ტოლი იქნება ეფსილონი გამოვლებული i სრული. i სრული ჩვენ მიღებული გვაქვს, აგერ გვაქვს მიღებული ეფსილონი შეფარდებული 5 1-თან და გამოვლებული t-ზე. ეს კი ტოლი იქნება ეფსილონ კვადრატ t-ს ფარდობისა 5 1-თან. ანუ მეხუთეში პასუხი e ტოლი ყოფილა ენერგია ეფსილონ კვადრატ t შეფარდებული 5 1-თან.